ყველაფერში ვერ იქნები წარმატებული. არა იმიტომ რომ რაიმე ნიჭი არ გაქვს, ან გვიან დაიწყე და წყლოგონების ბრალია, ან არა იმიტომ რომ შეიძლება ეხლა мотиваცია არ გაქვს, არამედ იმიტომ რომ ბოლომდე არ აჭერ. ანუ ბოლომდე არ მიდიხარ. არ გინდა რომ ბოლომდე გააკეთე ყველაფერი და 101%-ით ცადო. იმიტომ რომ რა ვიცი, ნახევრად აკეთებ, ნახევრად არ აკეთებ. მაგას არ ქვია ცდა, მაგას ქვია უბრალოდ ზედაპირული კეთება. სადღაც, რა ვიცი, ვიღაცამ ალბათ ეს პროპაგანდა გაუწია ამ ყველაფერს, რომ ბალანსი ცხოვრებაში მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია, რომ თან შენ თავს მიხედო, თან ის აკეთო, თან ეს აკეთო და ყველაფერი თავისით მოვა რა. ნუ, რა თქმა უნდა, სისტემატურობა ძალიან მნიშვნელოვანი არის. მაგრამ ასევე ისიც მინდა გაითვალისწინოთ ხალხო, რომ мотиваცია, ინსპირაცია და მსგავსი რაღაცეები შორს ვერ წაგიყვანთ რა. უნდა იყოთ ობსესიური. იმ საქმისადმი, რა საქმის ბოლომდე მიყვანა გინდათ. მაგალითად, ჩემ შემთხვევაში, როცა იყო ეს ტრეიდინგი, ხო? ბალანსი ზოგადად კარგი რამე არის რა. მაგრამ ამბობდე, რომ აბალანსე ყველაფერს მარტო იმიტომ, რომ შენი საქმე 100% არ გააკეთო, ეს სხვა საქმე არის. ძილის რეჟიმი კიდე ცალკე საკითხი არის. ხა ძილის რეჟიმი რა ადამიანს კარგი უნდა ქონდეს, ეგ რა თქმა უნდა ეგრე არის. ასევე დასვენებით ასე უნდა დაისვენოს ადამიანმა და გამოფიტვისგან თავი დაიცვას, ესე ვთქვათ, ეგეც სხვა საკითხი არის რა. მაგაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ ბალანსში გულისხმობ, რომ რავი, ზოგი რომ თელ დღე კლუბში დადის, გარეთ დადის, ეწევა და ასევე სახში მოდის და მერე ვითომ რაღაცას წიგს გადაშლის 1-2 გვერდს წაიკითხავს და ვსო დღეს მორჩა, მე ჩემი გავაკეთე და მაგარი ვარ და ხვალ იგივეს გავიმეორებ, ზეგაც შეიძლება არც წავიკითხო, სხვა რამე გავაკეთო და ეგ გონია ხალხს ბალანსი.